რუსეთს ალბათ ეგონა, რომ ყირიმში ყველაფერი უკვე ნანახი ჰქონდა. ციხესიმაგრე უკვე ტვირთად იქცა, რადგან უკრაინის დროინებმა ლოგისტიკა გაანადგურეს, საზღვაო გადაზიდვები ჩაშალეს და როგორც ჩანს, ყოველ ღამე ყირიმის თავზე დაფრინავდნენ, რათა საჰაერო თავდაცვა, საწყობები და სხვა ობიექტები გაენადგურებინათ. მაგრამ რუსეთმა უკვე უნდა იცოდეს, რომ უკრაინას ყოველთვის მეტი ხრიკი აქვს მარაგში. ესაც ახლა ვნახეთ, მართლაც დიდი ხრიკი იყო. უკრაინის ომეგას დანაყოფის მკვინთავებმა ახლახან შეუძლებელი შეძლეს. მტრის ხაზების მიღმა, სიღრმეში მოქმედმა, მათ ისეთი რამ გააკეთეს, რითაც ჰოლივუდის სცენარისტი წიამაგებდა. ეს რუსეთს უჩვენებს, რომ ყირიმისთვის ბრძოლა გამწოდა. უკრაინა აღარ უთხრამს მხოლოდ შორიდან. მას შეუძლია ხალხის შეყვანა ნახევარკუნძულზე. დავიწყოთ საფუძვლებით. 17 ივლისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინამ კიდევ ერთი დარტყმა მიაყენა საკის ავიაბაზას ყირიმში. ეს იყო უკვე მეოთხე დარტყმა საკის ავიაბაზაზე ერთი თვის განმავლობაში და მან დიდი ზიანი მიადენა. უკრაინის ოპერატორებმა თავიანთი დარტყმის მომენტს დაელოდნენ. უკრაინის ოპერატორებმა არ სცადეს რუსული თვითმფრინავების შეტევა მაშინ, როცა ისინი ანგარებში იმალებოდნენ, არამედ აცადეს, რომ ეს თვითმფრინავები ტაქსირებას დაწყებდნენ. ცრუ იმედი რუსი ბრიყვებისთვის. როდესაც უკრაინა ელოდა, Su-24M გავიდა ასაფრენ ბილიკზე. ის აპირებდა აფრენას, როცა უკრაინის დრონებმა დაარტყეს. ორივე დრონი ზუსტად მოხვდა Su-24M-ს, რაც აჩვენებს, რამდენად ეფექტური გახდა უკრაინის დრონები. პირველმა დრონმა Su-24M-ის ცხვირზე დაარტყა, ნაწილებად დაშალა, როცა პილოტი სულ რამდენიმე სანტიმეტრში მდგომი უყურებდა. როგორც კი ცხვირი დაიშალა, უკრაინის მეორე დრონმა საწვავის ავზებს დაარტყა და რუსული გამანადგურებელი მთლიანად გაანადგურა. ვიდეო კადრები უკვე გავრცელდა. ეჭვი არ არსებობს, რომ უკრაინამ გააკეთა ის, რაც თქვა. ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ ერთ-ერთი უკრაინული დრონი, რომელსაც სამიზნეში ხავს Su-24M, სწრაფად ეშვება და შემდეგ ზუსტად ხვდება მიზანში. ერთდროულად რუსეთის საჰაერო ოპერაციები ყირიმში უფრო ძვირი გახდა, რადგან კრემლს ახლა სჭირდება სასწრაფოდ მოძებნოს გამანადგურებელი თვითმფრინავი, რომელიც ომით მოცულ ნახევარკუნძულზე გაგზავნოს, რათა ჩაანაცვლოს ახლახან დაკარგული Su-24M-ით. მაგრამ ეს არ არის მთავარი ამბავი. მიუხედავად იმისა, რომ საკიზე განხორციელებული მეოთხე დარტყმა ერთ თვეში შთამბეჭ დავიღო მხოლოდ ფაქტების მიხედვითაც, ეს თავდასხმა სრულად განსხვავდებოდა იმისგან, რაც უკრაინას ოდესმე ჩაუდენია ყირიმში. ჩვეულებრივ ასეთ დარტყმებზე საუბრისას გეტყოდით უპილოტო აპარატებზე, რომლებიც მატერიკით, ან შესაძლოა შავი ზღვის საზღვაო დრონების ზედაპირიდან იყო გაშვებული. ამჯერად ასე არ იყო. უკრაინის ბოლო წარმატება მისი ჩვეულებრივი დრონის ოპერატორების წყალობით არ ყოფილა მიღწეული. ფილმის სიუჟეტს რომ გავს, უკრაინამ საბრძოლო მკვინთავები პირდაპირ ყირიმში გაგზავნა, რათა საკის ავიაბაზაზე შეტევა განეხორციელებინათ. ეს მკვინთავები უკრაინის ეროვნული გვარდიის ომეგას სპეცდანიშნულების ძალების ცენტრის წევრები არიან და ისინი მომზადებულნი არიან ისეთი მისიის შესასრულებლად, რომლის შესრულებაც საშუალო უკრაინელ ჯარისკაცს არ შეუძლია. ომეგა განსაკუთრებულია. მიუხედავად იმისა, რომ იშვიათად ექცევათ ყურადღება უკრაინის ომში რუსეთის წინააღმდეგ, ომეგას ოპერატორები უკრაინის საუკეთესოებიდან საუკეთესოები არიან. სპეცდანიშნულების ძალების ცენტრს, რომელსაც ომეგას სახელი ჰქვია, 8 დანაყოფი ჰყავს. ყველა მათგანი ასევე ომეგად იწოდება, რაც ხაზს უსვამს დანაყოფის ერთიანობას და ჭრილში დარჩენის უნარს. ომეგას ამოცანა მარტივია: უზრუნველყოს ეროვნული უსაფრთხოება და თავდაცვა ტერორიზმთან ბრძოლითა და უკრაინის წინააღმდეგ შეიარაღებული აგრესიის მოგერიებით. პუტინის ეგრეთ წოდებული სპეციალური სამხედრო ოპერაციის კონტექსტში ეს დაახლოებით ნიშნავს: იპოვე ყველაფერი რუსული და გაანადგურე. მხოლოდ უკრაინის ელიტარული ოპერატორები ხდებიან ომეგას ნაწილი. მიჩნეულია, რომ ცენტრში მსახურობს დაახლოებით 501-დან 1500-მდე სამხედრო მოსამსახურე, როგორც მილიტარილანდი უწყება და თითოეული მათგანი მაღალკვალიფიციური სპეციალისტია. დესანტეები, მთის ომის ექსპერტები და სხვა სპეციალისტები, რომლებმაც კარიერა გაატარეს ძალიან კონკრეტული გარემოებებისთვის მომზადებაში, ომეგაში ხდებიან. და რა თქმა უნდა არიან საბრძოლო მკვინთავები, საკის შოუს ვარსკვლავები. ჩვენ არ ვიცით ბევრი დეტალი იმ ზუსტი ოპერაციის შესახებ, რომელიც ომეგამ საკიში განახორციელა. ეს ჩვეულებრივი ამბავია. ისეთი ცენტრი, როგორიც ომეგაა, არ გაავრცელებს საიდუმლო ოპერაციის ყველა დეტალს შემდეგში. საბოლოოდ სტრატეგია, რომელიც ერთხელ იმუშავა, ისევ შეიძლება იმუშაოს, სანამ რუსეთს ზუსტად არ ეცოდინება, როგორ განხორციელდა ის. მაგრამ ჩვენ ცოტას მაინც ვიცით უკრაინის ეროვნული გვარდიის მეთაურის, ოლექსანდრ პიუნენკოს ტელეგრამის პოსტის წყალობით. 16 ივლისის პოსტში პიუნენკომ თქვა: ჩვენი სპეციალური დანიშნულების ძალებმა ომეგას სპეციალური ოპერაციების ცენტრმა გაანადგურეს რუსული Su-24M ტიპის ბომბდამშენი დროებით ოკუპირებულ ყირიმში, საკის სამხედრო აეროდრომზე. წარმატებული ოპერაცია ომეგას სპეციალური ოპერაციების ცენტრის საბრძოლო მკვინთავებმა ჩაატარეს, რომლებმაც კიდევ ერთხელ დაადასტურეს თავიანთი უნარი, მტრის ხაზებს მიღმა მაღალი სიზუსტით მიაყენონ დარტყმების სამიზნეებზე. დამატებითი ინფორმაცია მოდის United 24-ით მედიისგან, რომელიც ამბობს, რომ ოპერაციის მოსამზადებლად 3 კვირა იყო საჭირო და ის ჩატარდა უკრაინის საჰაერო ძალებისა და უსაფრთხოების სამსახურის დახმარებით.
პირნენკომ შემდეგ გააზიარა ოპერაციის ზოგიერთი მცირე დეტალი. სამიზნის იდენტიფიკაცია მოხდა იმ დღეებში, რაც მღვინთავების შეტევას უძღოდა წინ. ეროვნულმა გვარდიამ იცოდა, რომ რუსეთს საკიში ყავდა SU-24M, რომელიც სავარაუდოდ გამოიყენებოდა უკრაინის მატერიკზე რაკეტების გასაშობად. დაგეგმვა გაგრძელდა, როცა ომეგას სპეციალური ძალები ამზადებდნენ ოპერაციას, რომლის ფარგლებშიც ისინი თავად ყირიმში შეაღწევდნენ დევდრენ და იქიდან გაუშვებდნენ დრონებს SU-24M-ის დასამიზნებლად. მაგრამ ამაზე მეტი ჩვენ მხოლოდ ვარაუდობთ, იმაზე დაპარნობით, რაც საბრძოლო მკვინთავების მუშაობის შესახებ ვიცით. ამ მკვინთავებს როგორმე ყირიმში უნდა ჩაეყვანათ, ალბათ საპატრულო ნავით ან წყალქვეშა აპარატით, რათა თვალთახედვის არედან დამალულიყვნენ. მათ ასევე მოუწევდათ ყირიმში სანაპირო ზონამდე გზის გაგნება, სადაც შეძლებდნენ დრონების გაშვებას და შემდეგ გაქცევას. და არ დაგავიწყდეთ, მათ დრონებიც უნდა გადაეტანათ. ეს ყველაფერი იმ დროს, როცა მათ უწევდათ ნავიგაციის მართვა, რაც გულისხმობს წყალქვეშ ცურვას, მოქცევებისა და დინებების გადალახვას მიზნის მისაღწევად. ნებისმიერი შეცდომა ძვირად დაუჯდებოდათ. არასდროს სანაპიროზე მისვლა შეიძლებოდა ოპერაციის დასრულებას ნიშნავდეს, სანამ ის საერთოდ დაიწყებოდა. რა თქმა უნდა, იმ საბრძოლო მკვინთავებს სამუშაოს შესასრულებლად საჭირო ინსტრუმენტები ექნებოდათ. ეხლა წყალგამძლე ტაბლეტები ხელმისაწვდომია ბევრისთვის, ვინც ამ როლს ასრულებს, და ისინი ნავიგაციისთვის დახმარებას იღებენ GPS-ისა და დოპლერის სატელიტური პოზიციონირების საშუალებით. მაგრამ მაინც ამოცანა უზარმაზარი იყო. შევიდნენ ყირიმში, ზუსტად სწორ დროს განახორციელონ დრონით დარტყმა საკიში და შემდეგ ისევ გამოვიდნენ იქიდან. ითხარით, რომ ეს ადამიანები სპეციალისტები იყვნენ. ახლა ხედავთ რატომაც. ამ ტიპის ოპერაციას გარკვეული პრეცედენტი აქვს. რუსეთის უკრაინაში შეჭრის პირველ დღეებში რუსეთმა მოახერხა ზმეინის კუნძულის დაკავება მოკლე დაბომბვის შემდეგ, რის შედეგადაც დააკავეს უკრაინელი სასაზღვროები, რომლებმაც რუს დამპყრობლებს, რომლებიც კუნძულიდან წასვლას უბრძანებდნენ, ფაქტობრივად უთხრეს, რომ ჯანდაბაში წასულიყვნენ. ზმეინის კუნძული რუსეთისთვის საკმაოდ დიდი გამარჯვება იყო, რომ შეენარჩუნებინა ის კუნძულის მდებარეობა შავი ზღვის დასავლეთ ნაწილში იდეალურ ადგილად აქცევდა მას საჰაერო თავდაცვის განთავსებისთვის. გარდა ამისა, კუნძული, რომლის სიგრძეც 1 კილომეტრზე ნაკლებია, ასევე მდებარეობს ერთ-ერთ საზღვაო მარშრუტზე, რომელსაც უკრაინა იყენებს სავაჭრო გემების შავი ზღვით საერთაშორისო წყლებში გასაყვანად. რუსეთმა ზმეინის კუნძულის ირგვლივ მანიპულირება მალევე დაიწყო მის დაპყრობის შემდეგ. 2022 წლის 30 ივნისს პუტინის ძალებმა გამოაცხადეს კუნძულიდან გასვლა, თითქოს უკრაინისადმი კეთილი ნების ჟესტის სახით. Osprey Publishing იუწყება. უკრაინას არ სჯეროდა, რომ რუსული ძალები ნამდვილად წასულიყვნენ. და კეთილი ნება შეიძლება არსებობდეს ერში, რომელიც ცდილობს უკრაინის დამორჩილებას. ამიტომ 2022 წლის 7 ივლისს უკრაინის 73 საზღვაო სპეციალური ოპერაციების ცენტრის საბრძოლო მკვინთავები მოქმედებაში ჩაერთნენ. მკვინთავები, რომლებმაც გაერთიანებული სამეფოს სპეციალური ნავის სამსახურის მიერ იყვნენ გაწვრთნილი, წყალქვეშა აპარატებით ფარულად მიუახლოვდნენ გველის კუნძულს, გადმოვიდნენ და შეამოწმეს, მართალი იყო თუ არა რუსეთის განცხადებები. მართლა ასე იყო. რუსული სამხედრო გემები მალევე მიუახლოვდნენ კუნძულს, ვითაც უკრაინას დაანახეს, რომ რუსეთის კეთილი ნება იმდენად შორს მიდის, რამდენადაც პუტინი ფიქრობს საკუთარი ქვეყნის მომავალზე. მკვინთავები უკან დაიხიეს, მაგრამ გეგმა უკვე მზად იყო. მას შემდეგ წლების განმავლობაში უკრაინის საბრძოლო მკვინთავები მონაწილეობდნენ კინბურნის ცხვირზე შეტევებში, რომელიც ასევე იმას ვინც მას აკონტროლებს, გარკვეულ კონტროლს აძლევს შავი ზღვის მოძრაობასა და დნეპრის მდინარეზე. ამ მკვინთავებს დიდი გამოცდილება აქვთ. ჩვენ გვჯერა, რომ ეს გამოცდილება გამოიცადა ყირიმში, საკის ავიაბაზის წინააღმდეგ და უკრაინის მკვინთავებმა ეს გამოცდა ბრწყინვალედ ჩააბარეს. თუმცა ამ ყველაფრის დიდი ნაწილი მხოლოდ ვარაუდია. ომეგა არ სურს თავისი საიდუმლოებების გამჟავნება და არც უნდა გააკეთოს ეს. თუმცა არის ერთი რამ, რაც ვიცით საკის ოპერაციის შესახებ, რაც უკრაინის ეროვნული გვარდია არ გაუმჟავნებია, მაგრამ შემდეგ უკვე გავცელდა ინფორმაცია. მაგრამ სანამ გავამხელთ, რა არის ეს თამაშის შემსვლელი მნიშვნელოვანი ინფორმაცია, შეგახსენეთ, რომ თქვენ უყურებთ The Military Shows. თუ ჩვენს არხზე ახალ ინფორმაციას იღებთ, კიდევ ბევრი საინტერესო რამ გვაქვს თქვენთვის. გამოიწერეთ არხი და დააწყაპუნეთ შეტყობინების ზარზე, რომ არ გამოგრჩეთ შემდეგი ვიდეოები. უკრაინის საბრძოლო მკვინთავები და მათი საქმიანობის დეტალები შეიძლება საიდუმლოდ დარჩეს, მაგრამ ის დრონები, რომლითაც მათ რუსეთის Su-24-მ გაანადგურეს, არ არის საიდუმლო. მკვინთავებმა გამოიყენეს ცნობილი ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი ხორნეტის დრონები, რომლებიც უკრაინის მიერ ყირიმის იზოლაციის ჩათისთვის ჩატარებული ლოგისტიკური ბლოკადის ერთ-ერთ მთავარი იარაღად იქცა. თუმცა ესენი ის ხორნეტები არ იყო, როგორც ჩვენ ვიცნობთ მათ. 17 ივლისის შემდგომ ანგარიში რუსეთის საკის კატასტროფის შესახებ United 24 Medium გაამჟღავნა, რომ უკრაინის გამორჩეული საბრძოლო მკვინთავების მისია ასევე გამოყენებული იქნა ხორნეტის დრონის განახლებული ვერსიის სატესტოდ. ამ ახალ ვერსიას შენარჩუნებული აქვს ხელოვნური ინტელექტით გამდიდრებული მართვის სისტემა, რამაც ის ესეთი ეფექტური გახადა ოკუპირებულ უკრაინაში. თუმცა იგი ომეგას ტექნიკურმა სპეციალისტებმა გააუმჯობესეს და გადააკეთეს ფიქსირებულ ფრთიან ვარიანტად, რომელსაც შეუძლია ბევრად უფრო შორს იფრინოს ვიდრე ორიგინალ ხორნეტს. ეს უზარმაზარია უკრაინისთვის. ხორნეტის ამ ახალი ვერსიით, რომლის ღირებულებაც როგორც იუწყებიან 10-დან 11,000 დოლარამდე მერყევრამდე მერყეობს, უკრაინას შეუძლია აიძულოს რუსეთი კიდევ უფრო უკან გადაიტანოს თავისი ყირიმის საჰაერო ძალები. ეს ზღუდავს ეფექტურობას ყირიმის ნახევარკუნძულიდან რაკეტებისა და პლანირებადი ბომბების გაშვების თვალსაზრისით.
ასევე ეს რუსეთს სერიოზულ ფინანსურ პრობლემებს უქმნის. ერთი Su-24M რუსეთს ერთეულზე დაახლოებით 25 მილიონი დოლარი უჯდება. უკრაინამ ახლახან ერთ-ერთი მათგანი გაანადგურა დრონებით, რომელთა საერთო ღირებულება დაახლოებით 20,000 დოლარია. ეს ინვესტიციის უზარმაზარი უკუგებაა. დაახლა როცა უკრაინამ შექმნა ეს ახალი ჰორნეტი თავისი ინოვაციური მეთოდის პარალელურად, რომელიც საბრძოლო მყინთავების კიგარიმში გაგზავნას გულისხმობს, რუსეთმა იცის, რომ მის წინაშე მრავალმილიონიანი პრობლემა დგას. რა მოხდება თუ შემდეგი სამიზნე Su-24M არ იქნება? რა მოხდება თუ უკრაინა თავის განახლებულ ჰორნეტებს გამოიყენებს 85 მილიონი დოლარის ღირებულების Su-35-ის გასანადგურებლად? ეს ახლა ძალიან რეალური შესაძლებლობაა, რაც კიდევ უფრო მეტად უბიძგებს რუსეთს, რომ თავისი საჰაერო ძალები კიდევ უფრო ღრმად გადაიყვანოს ყირიმში, ან სულაც მთლიანად გაიყვანოს ნახევარკუნძულიდან. პუტინის ყირიმის კატასტროფა გრძელდება. და აი რას გვიყვება ომეგას თავზარდანცემი ოპერაცია. უკრაინამ მოიფიქრა მეთოდი, როგორ გადაიყვანოს ჯარები ყირიმში ისეთი მასშტაბური ამფიბიური შეტევის გარეშე, რომელიც თითქმის უეჭველად კატასტროფით დასრულდებოდა. უკრაინას უბრალოდ არ აქვს საკმარისი რესურსები ასეთი შეტევისთვის. უკრაინის საზღვაო ფლოტი, როგორიცაც არის, რეალურად არ შეიცავს საბრძოლო გემებს. ძირითადად პატრულის ხომალდები და ნამსაწინააღმდეგო გემებია, რაც ტრადიციულ ამფიბიურ შეტევას შეუძლებელს ხდის. უკრაინას შესაძლოა შეძლოს ყირიმის გათავისუფლება საკმარისად დიდი ძალის შემთხვევაში, მაგრამ ამ ძალის ნახევარკუნძულზე შეყვანა ყოველთვის პრობლემას წარმოადგენს. ყირიმის სანაპიროებზე შტურმით შეტევა ასევე ძალიან აშკარად თავდასხმის ფორმაა. რუსეთის თავდაცვა სრულ ძალაში იქნებოდა და უკრაინას მოუწევდა ძალიან ბევრი დანაკარგის გაცევა, რათა ასეთი შეტევა შესაძლებელი ყოფილიყო. თუნდაც მას ჰქონოდა ამფიბიური სადესანტო ხომალდები სრულმასშტაბიანი იერიშისთვის. ეს ყველაფერი არ აჩერებს რუსეთს პანიკაში ჩავარდნისგან. 17 ივნისის ანგარიშში Kyiv Independent-მა გამოავლინა, რომ რუსეთი ამზადებდა ყირიმში შესაძლო უკრაინული სადესანტო ოპერაციისთვის, ცდილობდა გაეძლიერებინა სანაპირო თავდაცვა. აი მაშინ ხვდები, რომ ერი შეშინებულია. როცა ემზადები შეჭრისთვის, რომელიც თითქმის არ არის მოსალოდნელი, ეს გვიჩვენებს, რომ რუსეთის სარდლობა ყირიმის საკითხში უბრალოდ უზარმაზარ თავმოკვეთილ ქათამს გავს. რაც ახლა ვნახეთ ომეგას საბრძოლო მყინთავებთან დაკავშირებით არის ის, რომ უკრაინა ისევ აკეთებს იმას, რაც არაერთხელ გაუგეთებია რუსეთის წინააღმდეგ. არღვევს ყველა მოლოდინს. რუსეთს უკრაინული დესანტის მოლოდინი ჰქონდა, მაგრამ არ ელოდა, რომ მცირე ჯგუფი მყინთავებისა, შეიარაღებული ახალი ჰორნეტის დრონებით ჩუმად შეაღწევდა ყირიმში. განახორციელებდა Su-24M-ის გამანადგურებელ იერიშს უკვე დაზიანებულ აეროდრომზე და შემდეგ ისე უკან დაბრუნდებოდა. რაც ახლა ვნახეთ არის პუტინის ყირიმის კრიზისის გაღრმავება, რადგან უკრაინამ რუსეთს აჩვენა, რომ ყველა ის თავდაცვა, რომელსაც ის ცდილობს გაამაგროს, ვერაფერს გააწყობს ქვეყნის წინააღმდეგ, რომელიც მსოფლიოში ასიმეტრიული ომის ერთ-ერთ მთავარ ექსპერტად იქცა. ეს ყირიმში საპასუხო შეჭრა არ ყოფილა. ეს იყო ზუსტი ოპერაცია და სავარაუდოდ მალე ვიხილავთ, როგორ განახორციელებს უკრაინა კიდევ უფრო მეტ ასეთ ოპერაციას, რადგან პუტინის კონტროლი ყირიმზე იშლება. საბოლოოდ რუსეთი ყირიმში ხმაურით არ წავა. ის ჩუმად წავა. ჩვენ ვიცით ეს, თუ ყირიმს უფრო ფართო პერსპექტივიდან შევხედავთ. იმდენად შთამბეჭდავი იყო ომეგას ოპერაცია, მაგრამ ეს კიდევ ერთი დარტყმა იყო მუცელში რუსი ოკუპანტებისთვის, რომლებიც უკვე დარტყმებით გაბრუებულები არიან. ამის საჩვენებლად მარტო საკიც გმარა. რუსეთის საჰაერო ძალა უკვე იმდენად დასუსტებულია, რომ მისი გამანადგურებლები და ბომბდამშენები მხოლოდ აეროდრომებიდან აფრენას. იმავე აეროდრომების ირგვლივ წრეზე ფრენას, რაკეტებისა და ბომბების გაშვებას და შემდეგ დაშვებას თუ ახერხებენ. რუსეთის ავიაციის იერიშები იშვიათად ტარდება ოკუპირებული ტერიტორიების მიღმა. რაც შეიძლება იმით იყოს განპირობებული, რომ უკრაინამ უკვე გაანადგურა რუსეთის 438 თვითფრინავი და 354 ვერტმფრენი, როგორც უკრაინამ 20 ივლისს განაცხადა. ესეთი აეროდრომები, როგორიცაა საკი, ახლა რუსეთის მთელი საჰაერო კომპანიის ფავრის არდენია. თუ ეს აეროდრომები საფრთხის ქვეშ აღმოჩნდება, პუტინის სტრატეგია გამოიყენოს ყირიმი უკრაინის წინააღმდეგ საჰაერო იერიშებისთვის, სერიოზულ საფრთხეში აღმოჩნდება. საკის აეროდრომი სერიოზულად დაზიანებულია. ჩვენ ადრე ვახსენეთ, რომ ოპერაცია ომეგა, რომელმაც გაანადგურა Su-24M საკის ავიაბაზაზე, მხოლოდ ერთია იმ 4-დან, რომელიც უკრაინამ ბოლო 1 თვის განმავლობაში ბაში ჩაატარა. მხოლოდ რამდენიმე კვირით ადრე 3 ივლისს Kyiv Post-მა გაამჟღავნა, რომ საკის ავიაბაზა დრონით ისეთი ძლიერი დარტყმით დაარტყეს, რომ 7 თვითფრინავი გაანადგურა ან დააზიანა, მათ შორის Su-30 და Su-24M ტიპის თვითფრინავები. ეს დარტყმა მოხდა კიდევ ერთს, რომელიც რამდენიმე დღით ადრე გაახორციელდა, სადაც უკრაინულმა დრონებმა საკიში 5 დადასტურებული დარტყმა მიაკანეს ანგარებს. ამ დრონული დარტყმებიდან ერთმა ხანძარი გამოიწვია ანგარში, რომელსაც რუსეთი Su-30SM-ის შესანახად იყენებდა. თუ რუსეთს ჯერ კიდევ არ მიუღია ეს მესიჯი, ჩვენ ამას განმარტავთ მათი ნებისმიერი ბოტისთვის, რომელიც ამ ვიდეოს უყურებს. საკის ავიაბაზა აღარ არის უსაფრთხო. იგივე შეიძლება ითქვას დანარჩენ ყირიმზეც. ჩვენ იმ ნახევარკუნძულზე მიმდინარე მოვლენებს პუტინისთვის კატასტროფას უწოდეთ და ამ სიტყვას იოლად არ ვიტანებთ. ომეგას საბრძოლო მყინთავებმა დაასრულეს თავიანთი ოპერაცია, რადგან ყირიმი იზოლირებულია მასიური უკრაინული კამპანიის შედეგად, რომელმაც ძირითადი ლოგისტიკური არტერიები გადაჭრა მათ ერიგზე და ამავე დროს აზოვის ზღვაში ანადგურებს მომარაგებისა და საწვავის გემებს.
ამ დათმობის შედეგად ნახევარკუნძული მძიმე ენერგეტიკულ კრიზისშია. ბენზინგასამართ სადგურებზე საწვავის მარაგი იწურება, თუ ოკუპანტებს საერთოდ შეუძლიათ იპოვონ ისეთი სადგურები, სადაც საწვავი კიდევ დარჩენილია. ყირიმში ასევე ხშირია ელექტროენერგიის გათიშვები, რადგან უკრაინა მიზანში იღებს ქვესადგურებსა და თბოელექტროსადგურებს. ივლისის 16-მდე არსებულ 10 დღეში უკრაინამ დაარტყა 157 საწვავის ტანკერს, რომლებიც ცდილობდნენ ბენზინისა და დიზელის ყირიმში შეტანას აზოვის ზღვის გავლით. უკრაინის კამპანია ასევე ფართოვდება იმდენად, რომ ივნისში რუსეთზე 7028 წარმატებული საშუალო მანძილის დარტყმა განახორციელა. ეს მაჩვენებელი თითქმის ორჯერ მეტია, ვიდრე წინა თვეში განხორციელებული 3800 წარმატებული დარტყმა, რაც აჩვენებს ესკალაციას და არა შემცირებას. რაც ომეგას საბრძოლო მკვინთავებმა გააკეთეს, შეიძლება საკუთარ საშუალო დარტყმად ჩაითვალოს, თუმცა ეს განხორციელდა ისეთი გზით, როგორიც აქამდე არ გვინახავს. მაგრამ ომეგას ოპერაცია ასევე გვაჩვენებს, რომ რუსეთმა დაკარგა კონტროლი ყირიმის შემომფარბლელ წყლებზე. შავი ზღვა განსაკუთრებით გადაიქცა აქტივიდან, რომელსაც რუსეთი იყენებდა უკრაინის მატერიკზე თავდასხმისთვის, თვირთად, რომელიც ახლა იმ მარშრუტად იქცა, რომლითაც უკრაინა ახორციელებს ოპერაციებს, როგორიცაა საბრძოლო მკვინთავების მისია, რომელიც ახლახან ვიხილეთ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ეს პირდაპირ განაცხადა 5 ივლისს, როცა აღნიშნა, რომ რუსეთმა შავი ზღვა დაკარგა. რთულია ამაზე კამათი. უკრაინამ, რომელსაც საზღვაო ფლოტი არ აქვს, სისტემატურად გაანადგურა შავი ზღვის ფლოტის საბრძოლო გემები ისე, რომ რუსეთის ფლოტის დარჩენილი ნაწილი ახლა მაქსიმალურად შორს იმალება უკრაინის დრონებისა და რაკეტებისგან. უკრაინამ 33 დარტყმა მიაყენა საბრძოლო გემებს, 34 რუსეთის სადესანტო გემებს და 23 დამხმარე ხომალდებს. შავი ზღვის ეს კამპანია ყირიმის გარშემო წყლებს უფრო საშიშს ხდის რუსი ოკუპანტებისთვის, ვიდრე უკრაინის დამცველებისთვის. ისე საშიშია, რომ უკრაინას ახლა შეუძლია საბრძოლო მკვინთავები თავად ყირიმში გაგზავნოს. შავი ზღვის ეს ტრანსფორმაცია აქტივიდან თვირთად თავად ყირიმზეც ვრცელდება. რუსეთის იმპერიალისტური ამბიციების გასაღები უკრაინაში სიმბოლო უნდა იყოს. რუსეთმა ყირიმი 2014 წელს თითქმის ბრძოლის გარეშე აიღო. პუტინმა ამას უკრაინაზე ზეწოლის იარაღად იყენებდა, ყირიმს წარმოაჩენს როგორც იმ ადგილს, სადაც რუსეთის ყველაზე შეძლებული ადამიანები უნდა იყვნენ. ეხლა ეს ომის ზონაა საწვავის გარეშე, შეზღუდული საკვებით, ელექტროენერგიის გარეშე და დამწვარი გამანადგურებლებით ავიაბაზებზე. ბევრმა ოკუპანტმა ყირიმში შეიძლება ვერასდროს გაიგოს, რა გააკეთა ომეგამ. ყოველ შემთხვევაში არამანამ, სანამ დიდი დრო არ გავა. რუსეთი ყველაფერს გააკეთებს, რომ თავის ხალხს დაუმალოს ეს გამორჩეული საბრძოლო მკვინთავების ოპერაცია, მაგრამ მომხდარის დამალვა არაფერს ცვლის. უკრაინა უკვე ყირიმს იზოლირებს. ახლა მას ახალი გზა აქვს დარტყმისთვის და ყირიმის შეტევითი პოტენციალი დასუსტებულია. უკრაინის ომეგას მკვინთავებმა ყირიმში შეუძლებელი შეძლეს. მაგრამ ეს ოპერაცია კიდევ ერთი ნაბიჯია შეუძლებლისკენ მიმავალ გზაზე, ნახევარკუნძულის უკანონო რუსული კონტროლიდან საბოლოოდ გათავისუფლება თავისუფლებისკენ. ასეობენ ოკუპანტები, რომლებმაც გააცნობიერეს, რომ ახლა ძალიან ცუდი დროა ყირიმში ყოფნისთვის. ისინი ათასობით გარბიან საკუთარი სიცოცხლის გადასარჩენად, რათა დაბრუნდნენ რუსეთის მატერიკზე ერთადერთი ხიდით, რომელიც ჯერ კიდევ არსებობს და შეუძლია ისინი ნახევარკუნძულიდან გაიყვანოს. პანიკა რეალურია, ევაკუაცია მიმდინარეობს. და თქვენ შეგიძლიათ გაიგოთ, თუ როგორ გახდა ქერჩის ხიდი, რომელიც რუსეთს ყირიმთან აკავშირებს, კიდევ ერთი პუტინის მარცხის სიმბოლო. ჩვენი ვიდეოს ყურებით. თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, კიდევ ბევრი მსგავსი გვაქვს თქვენთვის მომზადებული. გამოიწერეთ The Military Show, რომ პირველებმა ნახოთ ჩვენი შემდეგი მასალები. და მადლობა, როგორც ყოველთვის, რომ უყურეთ.